ეროვნულ სასახლეში ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა. ჩუქურთმა ამ სახელწოდების დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოს დაარსებიდან 60 წელი შესრულდა. მისი დამფუძნებელი მიხეილ ცალქალამანიძე კი 93 წლის გახდა. ეროვნულ სასახლეში საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სახელოსნოს აღზრდილების ნამუშევრები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა სახელოსნო ჩუქურთმას მდიდარი 60 წლიანი ისტორია. გამოფენილი იყო აფიშები, ესკიზები და უნიკალური ფოტოები. მიხეილ ცალქალამანიძის მოსწავლეები სწავლის პერიოდს იხსენებდნენ და პედაგოგს საიუბილეო თარიღებს ულოცავდნენ. როგორც აქ შეკრებილებმა აღნიშნეს, სახელოსნოში მრავალი თაობა აღიზარდა. ისინი სწავლობდნენ არა მხოლოდ ჭედურობასა და მინანქარს, არამედ სწავლობდნენ ყველაზე მთავარს, ეს იყო ადამიანური ურთიერთობები, ქვეყნის სიყვარული და პროფესიის სიყვარული. მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში და საქართველოს სახელი თავისი ნამუშევრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაჰქონდათ. ბატონ მიშას ულოცავ დაბადების დღეს და ვფიქრობ, რომ ეს დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის დაბადების დღესთან არის 60 წლის იუბილე, სადაც ყველა მოსწავლის მიერ ჩადებული შრომა ჩანს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამაში ვღებულობ მონაწილეობას. მინანქარზე მუშაობა მოგეხსენებათ, ნამდვილად არ არის ადვილი. აქ არის ჩემი ნამუშევრებიც წარმოდგენილი. მინანქარს დავდივარ 2 წელია და ეს ჩემთვის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება, რადგანაც თითოეული მასწავლებლისგან საკმაოდ დიდი სითბო და სიყვარულს გრძნობ და მოტივაციას ვულოცავ მის შემასწავლებელს, ვუსწავლებ ბევრ წარმატებას, რაც მნიშვნელოვანია სითბოს და სიყვარულს. მინდა მიულოცო მამას დაბადების დღე, უსურვო მხნეობა, ჯანმრთელობა და ძალიან მიხარია, რომ 60 წლის წინ მოიფიქრა და დააარსა ეს ჩვენი სახელოსნო ჩუქურთმა, სადაც მე გავიზარდე ფაქტიურად და შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ვისწავლე ზუსტად ეს პროფესია, ხიდალი თონის მხატვრული დამუშავება და აი უკვე 27 წელიწადია ვასწავლი აი ამ ხელობას, ჭედურობასა და მინანქარს. მიხეილ ცალქალამანიძე გახლავთ მხატვარი, ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი, სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების პედაგოგი, ტიხრული მინანქრის, ლითონზე და ხეზე კვეთის ოსტატი. მან სახელოსნოს დაარსების ისტორია გვიამბო, მოსწავლეებზე ისაუბრა და გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს ებზეც გაამახვილა ყურადღება. 1965 წელს სასახლის სივრცეში გაიხსნა ჭედურობის კაბინეტი, რომელიც ძალიან მალე გადაიქცა დეკორატიულ გამოყენებით ხელოვნების კაბინეტად, როგორც ჩუქურთმა. და ეს იყო 60 წლის წინ. დაიწყო ჩუქურთმის ცხოვრება. ყოველდღიური. მარტო მე არ ვიყავი, ჩემთან ერთად იყო მთელი პლეიადა კაი პედაგოგების. ესეთი როგორც ბონდა ბაკურაძე, ჩემ მეუღლე ცელა ცალქალამანიძე, გია სერგოლაძე, ამრიკო კოპრაშვილი, გია იაშვილი, ჩვენი აღზრდილი სასა ზანგალაძე, ზურა კალანდაძე, ირინე გველესიანი. ნელ-ნელა გარდა ჭედურობისა ჩამყალიბდა კიდე ახალი კაბინეტები. ეს იყო გობელენი, ეს იყო ხეზეკვეთა, ეს იყო კერამიკა და საბოლოოდ უკვე გადავიდა დაემატა ოქრომჭედლობა და მინანქარი. ამ გამოფენისგან ჩვენ მოვდიოდით 60 წელი. ყოველდღიური მუშაობა, ყოველწლიური მუშაობა, ყველანაირად. ესე იგი მარტო ხატვას და ჭედურობას არ ვასწავლედით. ვასწავლედით ადამიანობას, საკმაოდ ბევრი ბავშვები ყავს, როგორც ხედავთ, დღევანდელი ნამუშევრებიც არის აქ და ძველი ნამუშევრები. აქ სასახლეში ჩვენ უკვე ვაკეთებთ სიმპოზიუმს მინანქარში. ესე იგი ქალბატონ თიკას ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი და ქალბატონ ნინოს. ესე იგი ქალბატონ თიკას დროს დაიწყო სიმპოზიუმი და ქალბატონ ნინოს დროს, ნინო ეხლა არის ჩვენთან, ეს სიმპოზიუმები გრძელდება.